ევროკავშირის წარმომადგენლობა მოსკოვში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით განაცხადეს, რომ ისინი შეზრწუნებულები და შოკირებულები არიან ამ ფაქტით. ამავდროულად კი მათ თქვეს, რომ მათი ფიქრები ახლა არის რუსეთის მოქალაქეებთან. ასევე ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ასევე დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კემერონმა გამოთქვეს მწუხარება ამ საკითხთან დაკავშირებით. მათ ოფიციალურად გაავრცელეს პოსტები Twitter პლატფორმა X-ის გვერდზე და ასევე დევიდ კემერონის განცხადებით ნებისმიერი სახის ტერორისტული თავდასხმა სრულიად მიუღებელია. ასევე არაერთი ევროპელი ლიდერი გამოთქვა მწუხარებას მოსკოვში მომხდართან დაკავშირებით, მაგალითად გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი, რომელმაც განაცხადა, რომ სრულიად მიუღებელია ის თავდასხმა მშვიდობიან მოქალაქეებზე, რომელიც მოხდა მოსკოვში. თუმცა აღსანიშნავია ის, რომ არც ერთ მწუხარების წერილში თუ სამძიმარში არ იყო ნახსენები რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. აქ მხოლოდ ნახსენები იყვნენ რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც დაზარალდნენ ან შეეწირნენ ტერაქტს. და ასევე იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს ტერაქტში და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებდა, რომ 4 დაკავებული, რომელიც ტერაქტის შედეგად 4 დაკავებული იყო, გამოქცეული უკრაინიდან. ახლა ევროპელი ლიდერების შეშფოთების საგნად იქცა ის საკითხი, რომ შესაძლოა რუსეთმა ეს ფაქტი გამოიყენოს იმისთვის, რომ უკრაინაზე თავდასხმები კიდევ უფრო გააძლიეროს და ევროკომისიის პრესპიკერის პიტერ სტანოს განცხადებით ისინი შეშფოთებულები არიან რუსეთის რეჟიმის ქმედებით, რომელიც ცდილობს, რომ უკრაინასა და ტერორისტულ თავდასხმას შორის გარკვეული სახის კავშირი დაინახოს. პიტერ სტანომ ეს მოსაზრება სრულიად უარყო და განაცხადა, რომ არ არსებობს არანაირი დამადასტურებელი ფაქტი იმისა, რომ უკრაინა ამ საქმეში იყო გარეული და ამავდროულად მან მოუწოდა რუსეთს, რომ არ გამოიყენოს ეს ფაქტი უკრაინაზე თავდასხმების გაძლიერებისთვის.